მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ გავზრდოთ ჩვენი მოგებები და წაგებები ბევრად უფრო შევამციროთ. მანამდე სანამ მაგაზე გადავალ, გეტყვით რომ ახალი აპდეიტი აქვს SEDview-ზე, ქართული ინტერფეისი დაემატა, თუ რაიმე რჩევა გაქვთ და რაიმე ფიდბექი გაქვთ ჩვენთვის შეგიძლიათ მოგწეროთ, აქაც არის AI, რომელიც დაგეხმარებათ, ჩვენი SEDview-ს ასისტენტი. რაღაცეები, ქართულად რო არის რაღაცები მე პირადად შეიძლება რაღაცები არ მომწონდეს, მაგრამ ძალიან ბევრი მოთხოვნა იყო, ვისაც გიჭირთ ინგლისური, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ თქვენი რჩევები და მოთხოვნილებები გავითვალისწინო, ამიტომაც ქართული ენას დავამატეთ. რაღაცეები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაუმჯობესდება, მომავალში კიდევ უფრო დიდი აპდეიტები იქნება. ეს შეიძლება დასაწყისია, არაფერი არ იმას შეძლებთ, რაც ვაპირებ და მინდა რომ მომავალში მქონდეს, ამიტომაც ვისაც გინდათ პროფესიონალი ჟურნალი, თქვენი ტრეიდების გაკონტროლება, სერიოზულად ამ საქმესთან მიდგომა, შეგიძლიათ შეხვიდეთ $7 ღირს მხოლოდ თვეში, მეტი არა, რა ვიცი. $7 ინვესტიცია იმას რის საშუალებასაც ეს საიტი გაძლევს, ჩემი აზრით არაფერია. მე რო თავის დროზე მქონოდა ესეთი ჟურნალი, ძალიან გამისწორდებოდა. ვისაც საშუალება აქვთ, დაითხრიეთ, ძალიან მოგეწონებათ, უკან ყოფილას დარწმუნებული ვარ, არ დაგტოვებთ. ახლა კი გადავიდეთ ჩვენს ვიდეოზე. დღეისთვის რამოდენიმე მაგალითი მაქვს მომზადებული ჩემი live execution-ებიდან, რაც საჯაროდ დებს ყველგან. დღესაც უნდა განვიხილო, არის თქვენგან მოთხოვნილი ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ვსაუბრობ იმაზე, რომ ვსაუბრობ კი რა, მინდათ რომ აგიხსნათ, თუ როგორ გავზრდოთ მოგებები და შევამციროთ წაგებები. სიმართლე გითხრათ, მსგავსი რაღაც რო გაიმეოროთ, ხო? უკვე ჩვეულებრივად ტრეიდებს უნდა ხსნით, თუ ხართ იმ დონეზე, რომ ჩვეულებრივად შეგიძლიათ ტრეიდების გახსნა და დახურვა, stop-loss დაყენება, take profit-ის დაყენება და ჩვეულებრივად ტრეიდი რა, ჩვეულებრივად ტრეიდი გულისხმობ გახსნა. პოზიცია ესე დადო stop-loss, დადო take profit, თუ ეს უკვე შეგიძლია, ხო? და უკვე რაღაც საშუალო დონეზე ხარ. ეს ბევრად უფრო მაღალ დონეზე აგიყვას, გამომდინარე იქიდან, რომ შენ წაგებებს ან იგივე ზატოებს, ან შეიძლება შეამციროს კიდევაც და მოგებები, risk to reward-ი ბევრად უფრო გაიზრდება. ძველი ტრეიდერებისგან ესე ვიცით, რომ შენს მოგებებს უნდა დაამატო, წაგებები კიდევ შეამცირო. ეს მთლად კარგად გაშლილი არ არის ძველი ტრეიდერებისგან და თანამედროვედ რაც შეიძლება გაკეთდეს არის ის, რომ შენ მომგებიან ტრეიდებს კიდევ უფრო დაამატო პოზიციები კონკრეტულ სწორ ადგილებში, ოღონდ არ რომ რანდომ ადგილებში, რომ შენი მოგება გაიზრდოს და შენი წაგებები იგივე დარჩეს ან შემცირდეს. რას გულისხმობ? მოდი დღევანდელი AM-ის მაგალითი განვიხილოთ მხოლოდ. რომელი მხარე? მოდი დავუშვათ, რომ NQ-ზე დღეს გალონგო გვინდოდა, ეს ეტაპი ავიღოთ და დავუშვათ, რომ აქ გავლონგე, ორი კონტრაქტით გავლონგოთ, stop loss დავაყენოთ ამ energy fair gap-ის ქვემოთ და ჩვენი take profit-ი არის მაგალითად ეს ან მისიკით მოდი რამე ტარგეტი ავიღოთ. თუ გვაქვს. ეს იყო ჩვენი ტარგეტი. მოკლედ. ახლა ჩვეულებრივად რისკავ $2000 და მოგების მაჩვენებელი არის 4530. რასაც ვაკეთებ ხოლმე მე, რომ პოზიციაში დროთა განმავლობაში ვამატებ ხოლმე კონტრაქტებს. ეხლა ორი კონტრაქტი თუ არა, შეიძლება მე 3-ით, ან 4-ით ვიყო ხოლმე რა. თუ მე ფასი მაძლევს იმის საშუალებას, რომ დავამატო. დამატებ საშუალებას მაძლევში რას გულისხმობ? თუ მარკეტი ჩემი მიმართულებით მიდის, მინუსში არასდროს არ ვამატებ ხოლმე რა. ორი წესი მაქვს დამატების. პირველი წესი, რასაც შეგიძლიათ არ გაიმეოროთ, იმიტომ რომ ეს არ არის ტექნიკური, უბრალოდ ჩემი გამოცდილებიდან ხდება ესე, რომ თუ მარკეტი ძალიან ახლოს ჩამოვა ჩემ stop loss-თან, სადღაც იქ რო ჩამოვიდეს და მე პროფიტში გამიყვანს, აქ უეჭველი ვამატებ ხოლმე და stop loss-ი ამაქვს იმ low-ზე, რაც მაგალითად შეიქმნება ოდნავ ვამცირებ რისკს, ან შეიძლება გააჩნია სტრუქტურას როგორც ჩამოყალიბდება რა. ეხლა ეგ ერთი მაგრამ დღესაც უნდა გასწავლოთ ყველაზე მთავარი არის და ეგ არის რომ მარკეტზე თუ ისეთი სტრუქტურა შეიქმნება, საიდანაც ფასის საშუალებას გაძლევს, რომ stop loss-ი აიტანო და stop loss ატყენდება, ზოგადად მოდი ესე ვიკითხოთ ჯერ stop loss ატყენდება. Stop loss ყენდება ის ადგილას, საიდანაც უკვე შენი ტრეიდი ვალიდური აღარ ხდება, ხო? ჩემი ტრეიდი ვალიდური მოძრაობაშიც უკვე მარკეტი რომ მოძრაობს, ხო? უკვე შეიძლება მე თუ აქედან ვარ long-ში მე შემიძლია აქ დავამატო ტრეიდი და stop loss-ი გადავიტანო აქ.
ჩემი entry მოიწევა, მაგრამ stop loss-აც ამოვწევ, risks იგივეს დავტოვებ და თუ ჩემი take profit უნდა იყოს სადღაც აი აქ, ხო? ჩემი მოგება ბევრად უფრო მეტი იქნება. ანუ რას გულისხმობ? მოდი ამ სტრუქტურას დავაკვირდეთ. გადავახვიოთ, მარკეტი ჩამოვიდა და გქონდა displacement-ი. ახლა აი აქ რა გაკეთდა? მე ვხედავ, რომ აქ გაკეთდა ეს energy flow gap-ი. ანუ ესე უბრალოდ აი ძალიან რანდომად რადგან რაღაცა high აიღო, მაგას არ გკითხულობ ჩვენ. ეგ არ არის რეალურად მარკეტის წაკითხვა. მარკეტის წაკითხვა არის, რომ მოძრაობაში ახალ PDR-ებს აკეთებს. მაღალ time frame-ზე რო გადახედო, რაღაცებს ქმნის. აქვს თუ არა მიზეზი მარკეტს ეხა აქ რო ქვემოთ ჩამოვიდეს. მე აქ მიზეზს ვერ ხედავ მარკეტი რო ქვემოთ ჩამოვიდეს, იმიტომ რომ ამ სანთელმა low გაიკეთა, მარკეტი მიდის დისტრიბუციის ფაზაში არის და უნდა ავიდეს target-ამდე რა. ეხა რას ვხედავ მე? რომ ეს და disrespect-და აი აქ კიდევ ერთი bullish breaker block-ი გაკეთდა discount-ში და ეს bullish flow gap-ი. აქ თავისუფლად შემიძლია ვივარაუდო, რომ აი ეს order block-ი რაც შეიქმნა, აი ამ აქამდე ფას უკვე აქ აღარაფერი ესაქმება. შეხედეთ, ჩემი რისკი შევამცირე ორმაგად. ანუ აქ ეხა რა შემიძლია მე? ერთი კონტრაქტი ავიღო და დავამატო რაღაც discount ადგილას, თუ აქ ფასი ჩამოვა, რომ დაიმატოს. გადავახვიოთ. კიდევ აი აქ უკვე შეხედეთ, აი აქ ზემოთ ძალიან მოდი ისე გადმოვახვიოთ. აი აქ უკვე ზემოთ არის ძალიან პრემიუმში. აუ გამიქცა ტრეიდი. მოდი დავიდან დავიწყებ. ტრეიდი გამიქცა. ორი კონტრაქტი დავიწყოთ, ისევ. buy limit-ი შევიდეთ, stop loss-ი აქ ვიყენა. ურისკავთ 2000 რაღაც დოლარს. შემდეგ ავიდა ფასი, აქ კიდევ ერთი დავამატოთ. ძალიან არ გადამეხვიოს პროსტა. აი კიდე რო ჩამოვა ერთი დავამატოთ. ჩვენი stop loss-ი ავიტანოთ, როგორც შევამცირეთ. აი აქ უკვე აი აქ ზედმეტია უკვე ძალიან დამატება, იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის ჩვენს target-თან და ძალიან პრემიუმშია ფასი. მარკეტი რაღაც target-ებს იღებს internals, ხო? შეიძლება retracement-ი გააკეთოს მარკეტმა, აი უკვე ახალი range-ი რაც შეიქმნა, ხო? აი ამ range-ის. მე discount რა შეიძლება შეიტყოს SPDR-ი, ეს bullish flow gap-ი, უკვე შეიძლება discount ადგილი იყოს და ბოლო დამცავი ჩემთვის ეს order block-ია, სადაც stop loss-ი მიდევს რა. ჩამოვიდეს შემიყვანოს აი ამ trade-ში, აქ შემიყვანა, აი ამ bullish flow gap-ში ჩამოვიდა და აი აქედან უკვე შეხედეთ კიდევ რა გაკეთა. ფასმა ეს liquidity აიღო. ეს flow gap-ი შეავსო, ჩემთვის უკვე ზედანახევრიდან დარეაქთა, ესე იგი თან ძლიერი რეაქცია ქონდა, order block-იც გავიკეთეთ აქ, ხო? აი ჩემთვის უკვე აი აქ მარკეტს კიდევ ერთხელ მიზეზი არა აქვს, რომ აქ ჩამოვიდეს. აი აქ რა შემიძლია? ნუ ეხა მე არ გირჩევთ, რომ აი ეს range ხო არის აქ ამ high-დან ამ low-მდე. აი ხო არის აქედან აქამდე range რა. მე არ გირჩევთ, რომ აი 75-ს რო შეეხება, აი აქ უკვე დაამატოთ. 75-ში გულისხმობ აი ზედან ნახევრის ნახევარი თვალით გაზომეთ, აი მაგ ნახევარში დამატებას არ გიჩევთ, იმიტომ რომ ძალიან პრემიუმშია, ან თუ BR-ში ხართ და აი ქვედა ნახევარში ამატებთ, ძალიან უკვე ძალიან ქვემოთ არის რა. მანდ არ გიჩევთ დამატებას. აი აქ უკვე არადა იდეაში როგორ სტრუქტურულად, ხო? უკვე შეიძლება აი აქ თუ ჩამოვა, აქ კიდევ დამატება და stop loss-ის აქ გადატანა. ეხლა მე თავისუფლად შემიძლია stop loss-ი break-even-ზე ავიტანო, თან შეხედეთ, მე აქ ეხლა წეღან რისკავდი თავიდან აი აქ $2000. ეხლა ირისკება 4000, მაგრამ მან stop loss-ი აღარა მაქვს. აქ მქონდა, ხო? ისევ 2000 რისკავ. ჩემი რისკი იგივე დარჩა, მაგრამ მოგება შეხედეთ, როგორ გაიზარდა. მე ამ stop loss ავწევ break-even-ზე, მე უკვე შემიძლია აქაც partially ავიღო. თადმე partially ავიღო აი აქ ამ high-ზე, დანარჩენი დავტოვე იქამდე. იდეაში სტრუქტურულად უკვე I'm low-ს აღება ფას არ ჭირდება, შემიძლია stop loss-ი დავათრეილო კიდევ აქამდე. $1000 მოგებაში დავტოვე ჩემი take profit-ი. აი აქ უკვე აი იდეაში აი აქაც აი ინფეროლოგებზეც ხო, რო ჩამოსულიყო. დამატება შეიძლება, მაგრამ უკვე გვიანია. ძალიან ზემოთ არის ფასი. დანარჩენს ვტოვებთ იმ ბოლო take profit-ამდე. და აი აქაც შეხედეთ, აი აქაც უკვე. აი აქაც აი მის disrespect-ზე. აი ეს უდა disrespect-ა. ფას რო retracement ქონდა ან აქ ჩახურვაზე იგრევე დამატება შეიძლება. უბრალოდ უკვე range-დან გასული არის და უკვე ახალი სტრუქტურა იქნება მაღალ time frame-ზე, ახალი სატრეიდო ადგილები კეთდება და ახალი შანსები კეთდება, ესე ვთქვა. თორე იდეაში სტრუქტურულად აი აქაც ეს low რო გაკეთდა, ეს low safe-ი არის. აქ ფასი აღარ უნდა ჩამოვიდეს, რატომ? იმიტომ რომ აკუმულაცია, манипуляცია ქონდა, ეს range-ი დაბალანსდა.
მე ეს low ფასმა აიღო, ეს low გაიკეთა, ეს low უკვე safe-ია. ამ low-ს მე რადგან displacement-ი ქონდა, ბას და PDRA შეიქმნა ახალი, ანუ დადისრესპექტა ერთი და კიდე ახალი გაკეთა, ეს low აღარ აქ low-ზე ფასი აღარ უნდა ჩამოვიდეს თუ bullish-ია. მე შემიძლია ხარა გავაკეთო. აქ take profit-ი ისევ მანდმედოს, stop loss შემიძლია ამ low-ზე ავიტანო, ან კიდევ უფრო ზემოთ. და დავაცადო უკვე საბოლოო take profit-ამდე ასვლა. ეხლა ამით მე რა გავაკეთე? აქ დავამატე, stop loss-ი ავიტა, აქ დავამატე კი აქ შევედი, მე ახალი სტრუქტურა შეიქმნა, მე უკვე stop loss-ი ავიტანე ამ order box-ზე, იმიტომ რომ აქ მიზეზი აღარ აქვს ფასი რომ ჩამოვიდეს, retracement-ი ქონდა აი აქ 74-ზე არა, მის ქვემოთ. აქ დავამატე trades, stop loss-ს ადავიტანე, ისევ აქმედო, მე ახალი სტრუქტურა რო შეიქმნა, აი ეს low რო უკვე ხელშეუხებელი უნდა იყოს, stop loss-ი ავიტანე აი აქ და მე საბოლოო take profit-ამდე დავაცადე, აქ უკვე ვეღარ დავამატებდი range-დან გასული ვიყავით უკვე არ გირჩევთ მაგას. ახლა გაჩვენეთ მე კიდე ჩემ რამოდენიმე trades. მოდი ეს იყოს პირველ რიგში. აი აქ ეგრევე turtle soup-ზე ვარ შესული trade-ში, 4 კონტრაქტით, risk-ა $42 მარტო. არაფერი დიდი რისკი არ არის, უბრალოდ ძალიან მაგარი entry მაქვს დაჭერილი აქ რა. 80-იან ფეროლიგებში ვართ, 1 წუთიანზე ES-თან SMT შეიძლება მქონო და არ მახსოვს ზუსტად და BR-ში ვარ ვათარგეთებ აგერ ამ lows. ეხლა უყურეთ აი ამ trade-ში რას ვაკეთებ. რისკი ვარ თავიდან ამდენია, მე კიდევ დავამატე, შეხედეთ უკვე $159 რისკავ, უკვე რეაქცია რო ქონდა და ჩემ ხარეს წამოვიდა ფასი, ხო? კიდევ დავამატე. ეს უკვე ეს ჯერ მნიშვნელოვანი არ არის. stop loss შევამცირე კიდევ, ანუ ეს არის რეალური რისკი მოკლედ $122. ცოტა ცუთხა რისკია, მე მოპატიეთ. მარკეტი ჩემ ხარეს მიდის რა. ჩემ ხარეს როცა მიდის, ეხლა აქ მე რაიმე PDRA-ს მოძებნი, კიდევ თუ შემეძლება სადმე დამატება trade-ის. 9 კონტრაქტით ვარ. შეხედოთ, ეხლა შეხედე ამ high-ზე უკვე თავისუფლად შემიძლია stop loss გადმოვიტანო. რატომ? იმიტომ რომ ამ high-ზე თუ ავიდა, მის ზემოთაც და ჩემ stop loss-აც მიარტყავს. ამიტომაც რისკი შემიძლია თავისუფლად უკვე შევამცირებოს და ჯერ არ ჩამომიწევია ალბათ. კიდევ ეხლა უკვე break even-ზე გადმოვიტანე. თავისუფლად შეიძლება აქ break even-ზე გადმოტანა, იმიტომ რომ აქ ასვლა ფას აღარ ჭირდება. აქ უკვე მაქვს ეს inversion-ი, აი ეს ხოდა disrespect-ა, წინა დარესპექტებული არის. აქ რო retracement ექნება, შემიძლია დავამატო. stop loss-ი ისევ გავაჩერო, რისკი არ გამეზრდება ძალიან, და შეიძლება იმდენი რისკს გაჩნია, რამდენს დავამატებ რა. ეხლა თუ 9 ვარ და კიდევ 9 დავამატე, ეხლა რა თქმა უნდა, აქ რო entry მაქვს და აქ დავამატო, ესა განახევრდება და აქ ჩამოვა. ხო, ანუ კონტრაქტების რაოდენობა რამდენსაც ამატებ, ის უნდა გათვალო, ეხლა ძალიან ბევრიც არ უნდა დაამატო. ცოტ-ცოტა, რავი, მე 1-2 კონტრაქტს ვამატებ ხოლმე, გაჩნია რამდენი თუ არ შესული რა. აი, emergence თუ მოვხაზავ, დავამატებ ალბათ. აქ უკვე შემიძლია დავამატო, მაგრამ მე მგონი არ ვამატებ, იმიტომ რომ უკვე საკმარისად ვარ trade-ში. ისა, შევხედო. ხო, არ დავამატე, იმიტომ რომ უკვე საკმარისად ვიყავი trade-ში. მაგრამ იმას განახვით. ფანდედზე ვარ? კი, მგონი ფანდედზე ვარ. არეწერა. ხო, მოკლედ. შეხედეთ, აი აქ emergence ჩამოვიდა, აი აქაც შემეძლო დამატება. stop loss ისევ იქ დამეტოვა და რისკი არ გაიზრდებოდა. ეხლა უკვე take profit-ია დამატებებს. მე უკვე stop loss ვაყოლებ რა, ანუ stop loss ვაყოლებ იმ ადგილას, სადაც ფასი არ მგონია რომ ავა თუ bearish-ია ან bullish-ია. აი დავაკვირდეთ, ეხლა კიდე შევხედავ. აი აქ იქნება. შეხედე, აი ახლა აქ სუსტად არ მახსოვს რა ხდება. აი ახლა აქ მე SI რო აიღო ფასმა, ამ high-დან ამ low-მდე range-ი რო დაბალანსდა, ანუ თუ აქედან მექნება რეაქცია, displacement-ი ქვემოთ, თავისუფლად შეიძლება უკვე stop loss ამ high-ზე გადმოტანა. იმიტომ რომ ეს ხდება intermediate term high, ანუ უკვე რო ისეთი high-ია, რომელიც არ უნდა მოიხსნას თუ bearish-ია მარკეტი. ნახოთ, თუ მქონდა რეაქცია აქედან, SMT გაკეთდა ამ high-ებზე, უკვე შემიძლია stop loss გადმოტანა. თავარია რამე PDR-ი გაკეთეს, უფრო თავდაჯერ აი ეს low-ს მოიხსნა რა. თავისუფლად შეიძლება აი გადმოვიტანე stop loss-ი კიდევაც იქ. აქ ამ low-ზე უკვე partially საქმე შეიძლება, იმიტომ რომ ახალი sell-ს liquidity შეიქმნა. და ნახოთ რა მოხდება. I am reclaimed ფეროლგებში ავედით. აი აქ partially უკვე ავიღე ის ერთი კონტრაქტი და უკვე ამას აგრესიულად ვაყოლებ, ეს უკვე ტექნიკური აღარ არის. ამას აგრესიულად ვაყოლებ, იმიტომ რომ ფასმა კონსოლიდაცია დაიწყო და აღარ მინდოდა აკაჩერება. კიდევ ერთ ტრეიდი განვიხილოთ, მინდა რომ აი კარგად ჩაგიტკეპნოთ ეს თემა, იმიტომ რომ ძალიან დაგეხმარებათ, ვინც უკვე აქტიური ტრეიდერები ხართ, აუცილებლად ხალხო ეხა არ წახვიდეთ და live account-ებზე, fund account-ებზე, challenge-ებზე თქვენთვის account-ები რაც მნიშვნელოვანია, მსგავსი გაიმეოროთ, ისეთ account-ზე გაიმეოროთ მსგავსი რაღაცეები, რაც არ გაინტერესებთ, იმიტომ რომ ეს დასაბექტესდებელია. ეს ყველაფერი არის სასწავლი. ესე პირდაპირ ეხა თეორიულად ვიდეოს უყურეთ და გავიგე არ არსებობს. უნდა დააბექტესოთ, ივარჯიშოთ და შემდეგ გამოიყენოთ თქვენს
მნიშვნელოვან აკაუნტებს. მუსიკა არ უნდა ჩართოს რომ სტრაიკიდან მიდება რაღაც ეგეთი. მოკლედ, entry პირდაპირ მაქვს ერთ წუთიანზე 4 მიკროთი აქაც ეს 3D არა დაიშვათ, ვიღებ პროსტა კარგად ვამატებ აქ და მაგიტომ მინდა განახვთ რა. stop loss-ი მიდევს აქ რამ ჰაიზე და შევხედოთ აი უყურეთ რა მიწერია აქ ვამატებ კონტრაქტს. აი რატო ვამატებ აქ კონტრაქტს? იმიტომ რომ ეს რო დადისრესპექტდება, ხო? ჩემთვის აი ეს აი აქ რაც გაკეთდება, უკვე сейფი არის. ანუ ისეთი ჰაი არის, რომელსაც არ ჭირდება მოხსნა. თუ მარკეტი ბიარიშია ან ბულიში. მე stop loss აქ ჩამოტანა შემეძლება. აი დადისრესპექტა, უკვე limit order-ი დავაყენე, დავამატე კიდევაც უკვე. stop loss ჩამოვიტანე აი აქ. სანაცად დავამატე. აი პირდაპირ დავამატე. entry ჩამოვიდა ქვემოთ, stop loss-ი ჩევამცირე. 150 დოლარს ვისკავ. კიდევ დავამატე. აი აქ როგორც კი retracement-ი ქონდა, აი ამ inversion free-ოლიგებში, ანუ პრემიუმ ადგილას, ვისკავ 270 დოლარს. ახალი სტრუქტურა გაკეთა, ახალი low მოიხსნა, მაგრამ აქ equal high-ია, სავარაუდოდ მაგიტო არ ჩამომაქვს stop loss-ი, ამ break-even-ზე არ გადამაქ ან უფრო იმიტომ არ მომცინებ, იმიტომ რომ ეს high უკვე ძალიან კაი high-ია, არ უნდა მოიხსნას. ვნახოთ. აქ კიდე სტრუქტურას შეგმოს რაღაცა манипуляციას ველოდები, სულ ეგრე ვარ ხოლმე, ამ რეინჯში რაღაცა манипуляცია. აი, შეხედეთ, ამ ჰაიდან ამ ლომდე ხო არის პატარა რეინჯი რა. ამ ჰაის არ ვენდობი. დავუშვათ, უნდა დავბოდი არ დავიკიდოთ ეგ. ანუ ველოდები უბრალოდ ამ რეინჯში გაკეთეს манипуляცია, манипуляციაში გულისხმობ, რომ რაღაცა ჰაი მოიხსნას. აი, შეხედეთ, რას ცეხაფასი აკეთებს. ამ ჰაის მოხსნის მერე როგორც კი displacement-ი ექნება, მერე უკვე თავისუფლად გადავალ break-even-ზე, იმიტომ რომ ჩემთვის აი ის აი უყურეთ აი ამ ჰაიზო. აქედან გვჭირდება order flow-ს გაგრძელება და stop loss break-even-ზე გადავიტან. აი უკვე შეიძლება stop loss break-even-ზე გადატანა. ახალი low მოიხსნა თან, ახალი სტრუქტურა გაკეთდა. აკვე დამატება აღარ მჭირდება, პირიქით ფარშალებს ვიღებ და ესე. უკვე stop loss გავაყოლებ, სავარაუდოდ აკვე შეიძლება stop loss გაყოლება, ან ამ high-ზე დამედო stop loss-ი, ან ამ აი order block-ზე მშვენივრად იქნებოდა მანდ. კარგი stop loss-ი მედებოდა. მაგრამ 9.30 მოდის და მაგას ველოდები. უჭოლე, იმიტომ რომ манипуляცია მოხდება. 9.30 მოდის, 9.30-მა ჯუდას ვინ გაიგეთებს სავარაუდოდ ზემოთ, იმიტომ რომ ბევრი low resistance liquidity არის დარჩენილი. აი აქ. ავიდა და აქაც უკვე ამ stop loss ჩავმაქ, profit-ი ვაყოლებ stop loss და all take profit-ზე ჩაარტყა. ეს იყო და ეს. ძალიან ინფორმაციული ვიდეო გამოვიდა. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა დალაიქოთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ 10,000 ავთ მალე. ძალიან მიხარია ტრეიდინგის კუთხით, რომ 10,000 ავდივარ. მადლობა ხალხო მხარდაჭერისთვის, მდობისთვის, ყველაფრის ვაფშე, იმიტომ რომ ძალიან მაგრები ხართ, ჩემი კომუნიკის წევრები, ძალიან მევასებით, აი მაგრად რა. კომენტარები, ლაიქები, გამოიწერეთ არხი, რომ 10,000 ავიდეთ და როგორც ყოველთვის მადლობა ხალხო, წარმატებულ ტრეიდინგს გისურვებთ.